დედაქალაქში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. ისნის რაიონში მშენებარე ბაგა-ბაღის შენობის საფუძველში დღეს კაფსულა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად ჩადო. ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში, რომელიც ონაშულის ქუჩის პირველ ნომერში შენდება, ახსაზრდელთა 12 ჯგუფი გაიხსნება, სადაც 450-მდე ბავშვი სკოლამდელი განათლების მიღებას შეძლებს. მართლობაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება. ამ უბანში არც ერთი საბავშვო ბაღი არ არის და შესაბამისად ამ წლის შემოდგომაზე აქ ბაღის გახსნით 500-მდე ბავშვი დაკმაყოფილდება და გაიხარებენ ის ოჯახები, რომლებსაც ძალიან შორს უწევდათ ბავშვების წაყვანა, ან პრაქტიკულად ვეღარ დაყავდათ სიშორის გამო თავიანთი ბავშვი. სავარაუდოდ შემოდგომისთვის დასრულდება აღნიშნული საბავშვო ბაღის მშენებლობა. კიდევ დაახლოებით 8 საბავშვო ბაღი გვაქვს დაგეგმილი, რომ მიმდინარე წელს ავაშენებთ. ბაღშის მიყვანა არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო საკითხი, ეს არის სერიოზული სოციალური, სერიოზული ეკონომიკური მხარდაჭერა იმ ოჯახებისათვის, რომელთაც სხვადასხვა გარემოებების გამო არ აქვს საშუალება, რომ კერძო ბაღში მიიყვანონ ბავშვი.